1988 წელს სეულის ოლიმპიადაზე მოფარიკავეთა ტურნირის მთავარ სენსაციად რაპირისტ ვაშთა გუნდურ შეჯიბრებაში საბჭოთა კავშირის ნაკრების გამარჯვება იქცა. მით უმეტეს, რომ საბჭოელებმა ფინალში ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის გუნდი დაამარცხეს. ვლადიმერ აფციაურისათვის ეს მძიმე ფინალი იყო. გერმანელებთან პაეკრობამ ქართველს ის ტრაგედია გაახსენა, რომელიც 1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე რომში მის თვალწინ დატრიალდა. რომის ჩემპიონატის მეოთხედფინალში საბჭოთა რაპირისტები სწორედ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ნაკრებს ხვდებოდნენ. ვლადიმერ სმირნოვისა და მათიას ბერის ორთაბრძოლის დროს ორმხრივი შეტევისას გერმანელის რაპირამ მეტოქის ნიღაბი გაგლიჯა და სმირნოვს სასიკვდილო ტრავმა მიაყენა. უგონოდ მყოფი მოფარიკავე კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელებმა მეტოქეებს მატჩის მეორე დღისათვის გადატანა შესთავაზეს, მაგრამ სწორედ აფციაურის დაჟინებული მოთხოვნით 2 საათიანი პაუზის შემდეგ შეხვედრა განახლდა და დრამატული დაპირისპირება საბჭოელებმა მოიგეს 8-6. ნახევარფინალში აფციაურმა და მისმა თანაგუნდელებმა იტალიელები დაჯაბნეს და ფინალში ოლიმპიურ ჩემპიონებს ფრანგებს დაუპირისპირდნენ. სწორედ ფინალური შეხვედრის წინ შეიტყო ჩვენებურმა, რომ ვლადიმერ სმირნოვის გადარჩენის შანსი აღარ იყო. მე რა თქმა უნდა ჩვენს მეგობრებს არ გამომხილე ეკიმის ნათქვამი. ვინაიდან წინ ასე ვთქვათ, მძიმე ბრძოლები ქონდა ჩასატარებელი. მე 4 შეხვედრიდან 4 მოვიგე. ბოლო შეხვედრაც ქონდა მნიშვნელობა, ჩვენ ვაგებდით 8-7. თუ მოვიგებდი, იქნებოდა 8-8. მაგრამ ჩხოლტების უპირატესობა ქონდა და 8-8-ზე ასეც მოხდა. 8-8 დამთავრდა და გავხდით მსოფლიო ჩემპიონები. 20 წლის ქართველმა ფრანგების ვარსკვლავს ომნეს 5-4 მოუგო და თავის გუნდს მსოფლიოს ჩემპიონობა მოუტანა. ის დღისა და შესაძლოა მთელი ჩემპიონატის გმირი გახდაო, წერდნენ გაზეთები. ბავშვობაში ვლადიმერს ტანვარჯიში უფრო იზიდავდა, მაგრამ გლდანის სპორტულ სკოლა-ინტერნატში რომ მივიდა, ტანვარჯიშის სექციაში ადგილების შევსებული დახვდა. ურჩიეს ფარიკაობაში ეცადა თავი. რაღაც იზამდა, რაპირას მოჰკიდა ხელი. ჯერ ლიანა შეყრილაძესთან ვარჯიშობდა, შემდეგ რევაზ მაჭარაშვილთან. მოგვიანებით კი დიდ სპორტში მალხას გაბუნიასთან ტანდემში მოიპოვა ყველა გამარჯვება. 1978 წელს ვლადიმერმა ჭაბუკთა საკავშირო პირველობა მოიგო და მას შემდეგ შეჯიბრებიდან შეჯიბრებამდე აუმჯობესებდა შედეგებს. ხოლო როცა ახალგაზრდა ქართველი 1982 წელს დიდების საკავშირო ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი გახდა, ის საბჭოთა კავშირის ნაკრებში მიიწვიეს და რომში მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანეს. იმ დრამატული ჩემპიონატის ისტორია კი თავში უკვე გიამბეთ. რომის მსოფლიოს ჩემპიონატზე აფციაურმა გუნდური მებრძოლის შესაშური თვისებები გამოავლინა და მყარად დამკვიდრდა ნაკრებში. ქართველი 1984 წელს ლოს-ანჯელესის ოლიმპიადაზე გამოსვლას გეგმავდა. ოლიმპიური სეზონი კიევში ვლადიმერ სმირნოვის მემორიალზე ბრწყინვალე გამარჯვებით დაიწყო კიდეც, მაგრამ საბჭოელებმა ლოს-ანჯელესის თამაშებს ბოიკოტი გამოუცხადეს და ოლიმპიური ოცნებებიც გაქარწყლდა. სოციალისტური ბანაკის ათლეტებისათვის ალტერნატიული შეჯიბრება მეგობრობა 84 გაიმართა. მოფარიკავეთა ასპარეზობა ბუდაპეშტში ჩატარდა და აფციაურმა იქ ნამდვილი ბენეფისი მოიწყო. პირად პირველობაშიც გაიმარჯვა და გუნდურშიც. პირადი პირველობის ფინალში ქართველმა მოფარიკავემ კუბელი გილერმო ბეტანკური დაამარცხა. მანამდე ნახევარფინალში კი მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონს ალექსანდრე რომანკოვს ძლია. იმ სეზონში ქართველმა სისხლი გაუშრო რომანკოვს. ადრე ტალინში საკავშირო ჩემპიონატის ფინალში დაჯაბნა და პირველი ქართველი მოფარიკავე გახდა, ვინც რაპირით შეჯიბრებაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატზე გაიმარჯვა. 1985 წელს ბარსელონაში მსოფლიოს ჩემპიონატზე აფციაურმა თანაგუნდელებთან ერთად ბრინჯაოს ჯილდო მოიპოვა. 1 წლის შემდეგ კი დინამოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპის თასის გათამაშებაზეც გაიმარჯვა. 1988 წელს აფციაურმა დინამოს საკავშირო პირველობა მოიგო.
საკავშირო თასის გათამაშებაზე და ბუდაპეშტში ბალატონის თასზე კი ვერცხლი ირგუნა, მაგრამ ნაკრების მესვეურთა გული მაინც ვერ მოიგო. ბოლოს ოლიმპიადის დაწყებამდე 2 კვირით ადრე გადაწყდა, რომ სეულში იასპარეზებდა, თუმცა მხოლოდ გუნდურ ტურნირზე. ოლიმპიური ასპარეზობის სტარტზე საბჭოთა რაპიდისტებმა პოლონელები და ჩინელები დაამარცხეს. ნახევარფინალში კი უნგრელებს დაუპირისპირდნენ და ნამდვილი ოლიმპიური ბატალიებიც იქ დაიწყო. უნგრელები 8-6 იგებდნენ და ფინალამდე ერთი ნაბიჯი რჩებოდათ. დარჩენილი 2 ბრძოლა საბჭოელებს უეჭველად უნდა მოეგოთ, თან 7 ჩხვლეტაზე მეტი არ უნდა მიეღოთ. ვლადიმერ აფციაური, რომელსაც 2 შეხვედრა უკვე მოგებული ჰქონდა, გამოცდილ სეკელეშს ხვდებოდა. ქართველმა თავბრუ დამხვევი ტემპი შესთავაზა მეტოქეს და სპრინტერულ ტემპში 5-0 მოიგო. შემდეგ ანვარ იბრაგიმოვმაც გაიმარჯვა და საერთო ანგარიში 8-8 გახდა. ჩხვლეტების უკეთესი შეფარდებით ფინალში საბჭოელები გავიდნენ. აქ მათ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მოფარიკავეები ელოდნენ. ერთ-ერთი მათგანი კი მათიას ბერი გახდათ, ვისთან ორთაბრძოლაშიც რომის მსოფლიოს ჩემპიონატზე ვლადიმერ სმირნოვი დაიღუპა. აფციაური გრძნობდა, რომ მათიას ბერისთან შეხვედრა ძალზედ გაუჭირდებოდა. შიშობდა თანაგუნდელებიც არ დაეღალატებინა. ისე კი რაპიდისტებისაგან ჩემპიონობას არ ელოდნენ, მათი ფინალში გასვლა უკვე დიდი წარმატება იყო. ამიტომ შვიდად მოილაპარაკეს, ვინ რომელ ორთაბრძოლას ჩაატარებდა. გადაწყვიტეს, რომ პირველი ბილიკზე აფციაური გამოვიდოდა და მასვე მოუწევდა ბოლო შეხვედრის გამართვა. ქართველმა სტარტზე მსოფლიოს ჩემპიონ ულრიხ შრეკს მოუგო. მეორე ბრძოლა ტომას ვეიდნერთან უფრო დაძაბული იყო, თუმცა ბოლოს ისევ ჩვენებურმა იმარჯვა. მაგრამ გერმანელები დანებებას არ აპირებდნენ. გაათანაბრეს კიდეც ანგარიში. 4-4 იყო, როცა აფციაურს კვლავ მოუხდა ბილიკზე გასვლა. მისი მორიგი მეტოქე ცაცია მათიას გეი იყო. ქართველი საოცრად მობილიზებული იბრძოდა და ყველაზე დიდი ანგარიშით 5-1 სწორედ ეს ორთაბრძოლა მოიგო. შემდეგ ქართველს თანაგუნდელებმაც აუბეს მხარი და როცა 9-5 გახდა, ბოლო ბრძოლის გამართვა აფციაურსა და მათიას ბერის შორის საჭირო აღარ შეიქმნა. საბჭოთა კავშირის რაპიდისტები ოლიმპიურ ჩემპიონობას ზეიმობენ. 1964 წელს ტოკიოს ოლიმპიადაზე ნუგზარ ასათიანის გამარჯვების შემდეგ ახლა მეორე ქართველი მოფარიკავე ვლადიმერ აფციაური ხდება ოლიმპიური ჩემპიონი. საბჭოთა ფარიკაობის მესვეურებმა კი მაგრად ინანეს ქართველს პირად შეჯიბრებაში გამოსვლის შანსი რომ არ მისცეს. ამბობდნენ აფციაურს პირად ასპარეზობაშიც ასე რომ ებრძოლა, მეორე ოქროც ჩვენ დაგვრჩებოდაო. მაგრამ რაღა დროისა იყო. 1990 წელს ვლადიმერ აფციაურმა თავის კარიერაში ბოლო დიდ ტურნირზე იასპარეზა. თანაგუნდელებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაო დაისაკუთრა და მალე სპორტიდანაც წავიდა. არადა მხოლოდ 28 წლის იყო, ძალაც გააჩნდა და ოსტატობაც კიდევ ბევრი გამარჯვება რომ მოეპოვებინა. ვლადიმერ აფციაური 1988 წლის სეულის ოლიმპიადის ჩემპიონი.